გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. ხანგრძლივი პაუზის მერე ისევ მომივიდა მუზა და დაუბრუნდი ასე ვთქვათ, ხმამაღლა ფიქრებს. და ამჯერად ისევ ნინია გახდა ჩემი ასე ვთქვათ, შთამაგონებელი. იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ძნელია რამეზე ილაპარაკო თუ მიზეზი არ აქვს, ხო? მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს. და სახიფათოა რომ მიზეზი არ იყოს შენი საკუთარი პატივმოყვარეობა, რომელიც გაიძულებს რომ საათობით ილაპარაკო და ბოლოს იქამდე მიხვიდე რომ საკუთარი თავის მოსმენა მოგწონდეს. მე არ მომწონს საკუთარი თავის მოსმენა. ნამდვილად, ხო, და ადამიანი მჭირდება, რომელიც ჩემს გულს შეეხება, რომელთანაც ერთად რაღაც საერთო მექნება ლიტერატურაში. ან უბრალოდ მეტყვის როგორც ნინია მეუბნება ხოლმე, რომ იცი რა ვერ გავიგე და იქნებ გამაგებინო. ამჯერად საქმე ეხება თამაში, ჭვავის, ყანაში, სელინჯერის, რომელიც მე თავად ნინიას ასაკში წავიკითხე, ალბათ 19-20 წლის რომ წავიკითხე და როგორც ნინიამ თქვა, დიდად ვერაფერი გაიგო, მეც რომ არ მოგატყოთ დიდად ვერაფერი გავიგე, მაგრამ ჰოლდენი ძალიან მომეწონა, საერთო განწყობა დავიჭირე. თუმცა რა თქმა უნდა ისე ღრმად არ გამიაზრებია, როგორც ახლა გავიაზრე, ნინიას გამო მიუბრუნდე ამდენი წლის მერე. და პრაქტიკულად მთელი იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილიც დილით ვარჯიშის დროს შუალედებში კითხულობდი და ვწერდი იმას, რაც მე ასე ვთქვათ, ყალიბდებოდა სათქმელად და აზრად. და აღმოაჩინე სხვათა შორის, რომ როცა ფიზიკური ვარჯიშის დროს ფიქრი გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, შედეგიანია და მე სადღაც წავიკითხე კიდევაც. რომ თურმე სხვაებიც მისვლენ ამ დასკვნამდე. მოკლედ, ფორმატი, რომელსაც ამ შემთხვევაში, როდესაც სამით ვემუშაობ, ხო, რაღაცაზე, რა თქმა უნდა, ჩავიწერე და ახლა ასე ვთქვათ, ჩემი ექსპერიმენტი ასეთია, რომ უნდა წავიკითხო ჩემივე დაწერილი და მე თვითონ უნდა გავაკრიტიკო, ან დავამატო, ან ემოციურად ხელახლა გადავიაზრო ის, რაც დავწერე, რაც რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ ეს რაღაცას და ცოტა რთულია, ერთი მხრივ ლაპარაკი, როცა რაღაც თავში დაილექება და მე ლაპარაკობ გაცილებით უფრო ადვილია, მაგრამ როცა ახლა ისე გამოვიდა, რომ წიგნს ბოლომდე გავყევი, არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლომდე გავყევი და საკმაოდ ბევრი გამოვიდა. ასე რომ, ვნახოთ რა გამომივა. The Catcher in the Rye, 3 თებერვალი, დამიწერია ასეთი რაღაც. ჰოლდენი ჩემი ტოტემის ცხოველი სულია. შეიძლება ეს არის ერთგვარი ეგოიზმი ამ პარტავნება, ლუციფერული სიამაყე, საკუთარი ქაოსური, იმპულსური ბნელი საწყისის აღიარება და მიღება. მაგრამ ჰოლდენ კოლიფილდის სელინჯერის რომანიდან თამაში ჭვავის ყანაში ჩემი გააზრებული არჩევანია. ის ჩემში ცოცხლობს, ის ჩემი საუკეთესო ბნელი მხარეა და ამას არაფერი ეშველება. საერთოდ კოლიფილდი იდეალიზმის ბნელი მხარეა, მაგრამ ყველაზე ნათელი ბნელი ბნელთა შორის. რატო დავიწყე ასე, იმიტომ რომ კითხულობდი გოგი გვახარიას ცრემლიანი სათვალე, მისი ლექციების კრებულია და იქ ერთგან თქვა, რომ ჩეპმენმა, ბითლზის სოლისტის მკვლელმა თავის შთაგონებად კოლიფილდი აიღო და პრაქტიკულად ამ წიგნით შთაგონებმა მოკლა ლენონი. და შემდეგ ბატონი გვახარია აცხადებს, რომ მას ძულს თამაში ჭვავის ყანაში ამის მერე. და ამან ძალიან გამოცობა უნდა ვთქვა და ასევე როდესაც ონლაინ წავედი და ვცადე რაღაცა ისინი მომენახა, სტატიები მომენახა ამასთან შედარებით, რომ შემედარებინა მე რა აზრი მაქვს და იმათ რა აზრი აქვთ. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ კოლიფილდი დეგენერატია, ან ასე ვთქვათ, წუწუნა არსება, რომელსაც ვერ გაუგებ, რომ სელინჯერმა გადააჭარბა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე უნდა დავდგე ჩემი გმირის ასე ვთქვათ, გვერდზე და დავიცვა იგი, იმიტომ რომ ასეა მართლა, ხო, თუ იდეალისტი ხარ და იბრძვი რაღაცისთვის და მხოლოდ იმაზე არ ფიქრობ, რომ
შეიქმნა სამოთხე, მატერიალური სამოთხე და სულიერი სამოთხე, სადაც არ გექნება შინაგანი რყევები, არაფერი არ დაგაფიქრებს, ხო, არაფერზე არ შეწუხდები. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რაიმე დაიბადოს ადამიანის სულიდან, თუ არ არის შიგნით ბნელი, ხო, ბნელი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ აღიარებ ამ ბნელის არსებობას და არ უპირისპირდები ამ ბნელს და არ ცდილობ, რომ ამ ბნელიდან აღზარდო რაღაცა ძალიან კარგი. გუშინ მქონდა საუბარი ზუსტად იმაზე, სიძულვილზე, ხო, რატო გძულს ადამიანი და უნდა გძულდეს თუ არა, მაგალითად პლატონ სამანიშვილი, ან სტალინი და ან ჯაყო, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, რაც გუშინ გაუზიარი ბავშვებს ის იყო, რომ სიძულვილი სიყვარულის მეორე მხარეა, ხო? გძულს ადამიანი, რომელიცაც გონია, რომ შენზე მეტი ძალა აქვს, ან რაღაცა ისეთი იცის, რაც შენ არ იცი, ან შენზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და ამ გავლენისგან ვერ თავისუფლდები. ანუ სიძულვილი, ასე ვთქვათ, გამცირებს ხო მეორე ადამიანის წინაშე, ანუ უმწეოს ხდის, უბრალოდ აღიარება იმისა, რომ უმწეო ხარ, რომ არ შეგიძლია გათავისუფლდე ამ ბნელისგან, ხო, გაიგო რა არის ეს ბნელი და გათავისუფლდე. და ხო, მერე იქ იყო კიდე რომ ანუ აზრთა მიმდინარეობა მებნევა ხოლმე ზუსტად დღეს დილით ფიქრობდი კიდე მაგის გაგრძელებაზე. მას სიყვარული რაღა, ხო? ანუ სიყვარული ის არის, რომ როცა იმდენად გიყვარს ნათელი, რომ ადამიანში თუნდაც მცირე, ძალიან მცირე ოდენობით დაინახო ნათელი, რომ დაინახავ ნათელს, მისთვის იბრძვი და თმობ და მსხვერპლს იღებს სულიერს და თავმდაბლობას გამოიჩენ, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ უნდა დათმო და უნდა შენი თავი ნაკლებად წარმოაჩინო მეორე ადამიანის წინაშე, რომ თავმდაბალი იყო, რომ მოусმინო, ხო, საკუთარ ეგოზე უარი უნდა თქვა, ემოციური მერყეობა, ასე ვთქვათ, უნდა განიცადო, რაც ძალიან მტკივნეულია, ადამიანების უმრავლესობა არ ფიქრობს იმაზე, რამდენად მტკივნეულია ემოციური, შინაგანი ემოციური მერყეობა და არამდგრადობა და დასცინიან მაგალითად ავთანდილს, რომელიც დირის გზაში, ხო, და იძახის, რომ ვარდი გაიშალა, ანუ ჩემი სასიყვარულო ბუნება, სიყვარულმა ჩემი შინაგანი ბუნება ემოციური გაშალა, მაგრამ მე თხოვმა მოუსწრო, ანუ დავშორდი სათფოს და რა ცოდოა, როგორც ცოდოა ვარდი ყინვაში დამზრალი ისე, მე ვარ ცოდომაში, საერთოდ რატო შემიყვარდა, ხო, ან რატო მოხდა ასე. ხო, და კიდე ემოციურ მერყეობას იწვევს ის, რომ ფიქრობ იმაზე, რომ საერთოდ ის არის, იმიტომ რომ სიძულვილის მომენტებიც არის აქ, ხო, სიძულვილი, ანუ და სიძულვილი ეს უმწეობის განცდა, იმის განცდა, რომ შემართალი არ ახარ. და მე ეჭვი უნდა შეიტანო, რომ იქნებ მართალი არა ვარ, ხო, მართლა, იქნებ ისინი არიან ჩემზე უფრო ძლიერები, იქნებ იმათ იციან ისეთი რაღაცა, რაც მე არ ვიცი. და იმისთვის, რომ მიხვდე ეს ასია თუ არა, ანუ იმისთვის, რომ რწმენა მოიპოვო საკუთარ თავში, აუცილებელია, რომ შენი შინაგანი ძალებით მოირიო ყველაფერს და უარი თქვა ნებისმიერ გარე დახმარებაზე, ხო? ანუ არ უნდა გაიქცე მეგობართან და არ უნდა გადაუშალო გული და არ უნდა ელოდე, რომ ეს მეგობარი დაგამშვიდებს ხარზე ხელს მოგითათნებს და გეტყვის, რომ არა შენ ხარ მართალი. ეს სულმოკლეობა, უნარობაა, რომ საკუთარი ტვირთი ზიდო, ხო? უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ ხო იქნებ მე არა ვარ მართალი და სწორედ აქ მომენტი ემოციური მერყეობის, ეს ფიქრობ, რომ შენ არა ხარ მართალი და მე უმტკიცებ საკუთარ თავს, ხო? და ერთადერთი გზა საკუთარ თავის დამტკიცებისა ის არის, რომ დათმო, თავმდაბლობა გამოიჩინო დროებით, მისცე საშუალება ადამიანს გამოუვლინოს საკუთარი თავი, ბნელი მხარე თუ ნათელი მხარე და საბოლოო, ხო, და კიდე გშველის ის, რომ მანამდე გზა უნდა გქონდეს გავლილი, ხო, დისციპლინა უნდა გქონდეს, ანუ მომზადებული უნდა იყო ამ ყველაფრისთვის, თორემ თუ ბარგი არა გაქვს, თუ მანამდე ტვირთი არა გაქვს ნათრევი, თუ ზუსტად არ იცი რა გზა გამოიარე, ვინ ახარ და რა ხარ, ძალიან ადვილად შეიძლება რომ სიძულვილის მსხვერპლი გახდე. ხო, ეს განსაზღვრა სიყვარულის და სიძულვილის რაობა. ხო, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კოლიფილდია, ხო? იდეალიზმის გარეშე ეს უბრალოდ არ არსებობს. ანუ სინათლის ტრფიალი უკვე იდეალიზმია, იმიტომ რომ სინათლე აბსოლუტურად აბსტრაქტული რაღაცაა, ამას ვერ განიხილავ ლოგიკურად, ვერ განში დებატებზე ვერ გახვალ. ეს აბსოლუტურად შინაგანი ემოციური განცდებია, რომელიც ერთმა ღმერთმა იცის. ბნელია თუ ნათელია, ხო, ეგო გარნახობს თუ გული გარნახობს, ერთმა ღმერთმა და შენ იცით. და თუ საკმარისად
თვითკრიტიკული იქნები თუ საკმარისად დაუნდობელი იქნები თუ საკმარისი ძალა გეყოფა რომ სიმართლეს ჩახედო თვალებში სწორედ კოლიფილდივით მაშინ და საკმარისად გიყვარს ნათელი ხო მაშინ დიდი შინაგანი მერყობიდან გამოხვალ ასე რომ თამაშჭავის ყანაში სწორედ ამაზეა და მადლობა ნინიას რომ ხალხლა გადამაკითხინა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გავიგე ხა ისო მიუბრუნდები რაც დავწერე იმას გოგი გვახარია თავის წიგნში ცრემლიანი სათვალე ლენონის მკვლელობაზე წერს და იმაზე თუ როგორ განაცხადა ბოდიში იგივე ჩეპმენმა ლენონის მკვლელმა რომ ლენონი დამპალი იყო ეს ჩემი სიტყვაა კოლიფილდის ფოუნის შესატყვისი და იმიტომ მოკლა გვახარია ამბობს რომ მას შემდეგ კოლიფილდიც და ეს წიგნი ჭირივით შესრულდა იგივე საუბარს მონანიებაზე ადანაშაულებს მითოსურ სიმარტივეში რეჟისორს რაც ბრბომ აიტაცა და ცუდად გამოიყენა მაგრამ სად რა დროს არ გამოუყენებია ბრბოს ცუდად ჭეშმარიტება განა ამ სოფლის უბედურება ის არაა რომ ნათელს ებრძვიან არ უნდათ ნათელი რადგან მათი ცუდი გამოჩნდება ასე რომ ნებისმიერი ჭეშმარიტებას მახინჯი დაუჩნდება ამ სოფლად რომელსაც მერე სინათლის მოძულენი ჭეშმარიტებად ასახებენ მე მესმის რომ ჩემი პათოსით სასაცილოა უხერხული და მიუღებელი იმ ადამიანებისთვის ვინც გვახარიას თვალთახედვით ხედავს სამყაროს მაგრამ მოდი დავით მეფის სიტყვებით უპასუხებ არ მცხვენია მე უფლის კიდობანთან როკვა და თამაში ეუბნება ცოლს რომელიც ხვალგადასულობაში ადანაშაულებს ხო მერდისას უფლის კიდობანი გადმოაქვს დავით მეფე ცეკვავს და როკავს ნახევრად შიშველი კიდობანის გვერდზე სახალხოდ ყველას დასანახად და ანუ სასახლეში ბრუნდება ცოლი ეუბნება რომ განა არ შეგრცხვა ამ ხელა მეფე ასე რომ იქცეოდი ალბათ გეცნობათ ყველას ხო ჩვენ საზოგადოებით ძალიან ხშირია განა არ შეგრცხვა ამ ხელა კაცი ამ ხელა ქალი ამ ხელა ბავშვი ასე რომ იქცეოდი ხო და მინდა ვთქვა რომ ერთადერთი სადაც არ გადასულობა არ უნდა გრცხვენოდეს იდეით თრობისას არის ხო თრობა ბევრნაირია არსებობს ღვინით თრობა რომელსაც ვასიკო უშნო თრობას უწოდებს მაგრამ თრობის გარეშე მყინვარი ხარ აბა რად მინდა იმის სიმაღლე ის მე ვერ ჩამოვწოდება და მე იმას ვერ ავწოდები ქვეყნის ქარიშხალი ყაყანი იმის შუბლზე ერთ ზარხსაც აატოგებს და გაიხსენეთ ბოდლერი ხო რომელიც საათია თრობის საათია ანუ ბოდლერი ამბობს რომ არ შეიძლება ამ სამყაროს შიშულად შეხედო თუ რაღაცით ართვრები და ეს თრობა პოეზია ანუ ეს თრობა სუბიექტივიზმის ის არის სიმბოლოა ხო ანუ ეხლა რაც ჭირთ თითქმის გამოცდილებამდე მივედი და ბავშვები ისევ ვერ წერენ იმიტომ რომ ვერ იგებენ სიმბოლოს ასე ვთქვათ განზომილებებს ხო რამდენი განზომილება აქვს სიმბოლოს რამდენი განზომილება აქვს სიტყვას რომ სიტყვა არ უნდა მიიღო თავისი ეს ინგლისურად რო ვთქვათ face value და ქართულად რა შეიძლება თქვა თავისი მხოლოდ ამ სამყაროს აღწერილობითი მნიშვნელობით არ შეიძლება სიტყვა მიიღო, რომ სიტყვის მიღმა იმალება მეტაფორული მნიშვნელობა, რომელიც მეტაფორულად გადმოგცემს, ალეგორიულად, სიმბოლურად, ადვილად გაგებინებს იმ ურთულეს ფსიქოლოგიურს მოვლენას, ბუნებას, მიმდევრობას, კანონზომიერებას, რომელიც ადამიანს გააჩნია ხო თავისი სირთულის გამო. ასე რომ თრობაც ხო და ეს რო არ ესმით პრაქტიკულად ვერ წერენ იმიტომ რა უნდა დაწერო ან თუ სიტყვას იღებ თავისი მხოლოდ აღწერილობითი მნიშვნელობით ერთ ადგილს დგებნი იმეორებ ერთი და იგივეს და არაფერი არ გამოგდის ანუ საინტერესოა რომ მთელი წელი მე ყველაფერი ავხსენი დავწერე ველაპარაკე გამოვიწვიე ანუ და პრაქტიკულად ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება ხო და მე მიდიან გამოცდილებზე და ადგილს დგებნიან და ძალიან იშვიათი ბავშვი რომ რაღაცა გამოიყენოს აქედან და ადგილი არ დადგებნოს. ანუ რისი ბრალია ეს? იმის ბრალი რომ ავტორიტეტს უფრო ვენდობით ვიდრე საკუთარ თავს, ხო? იმის ბრალი რომ ტექსტის საკითხვა გვეშინია, რადგან მგონია რომ ზედმეტია ჩვენგან ტექსტის საკითხვა, ეს ტექსტი უკვე ავტორიტეტულმა პირებმა წაიკითხეს მაგალითად ყუფარაძემ და იმან უნდა გვითხრეს რა დავწეროთ და დავიზეპიროთ. ანუ პრობლემა ის არის რომ დაზეპირების სამყარო გადავიდა ინტერნეტის ეპოქაში ზეპირობა პრაქტიკულად არავის აღარ შეუძლია, ხო? ესე გამოდის აღარც იზეპირება, აღარც იმის გამბედაობა გაქვს, რომ სიტყვის მიღმა გაიხედო და მის სიმბოლური მნიშვნელობა გაიგო, საკუთარ ყურს მოусმინო, საკუთარ გონებას მოусმინო, დაიჯერო, რომ შეგიძლია დამოუკიდებლობა, ხო?
და ბოლოს რჩები არაფრით, ამიტომ არის გამოცდაზე ქართულის ქულების ნიშნები კატასტროფულად დაბალი და ინგლისურის მაღალი, იმიტომ რაც არ უნდა საინტერესო იყოს ბავშვები დღეს სიტყვის სიმბოლურ მნიშვნელობას ინგლისურიდან სწავლობენ და არა ქართულიდან. ოღონდ რა თქმა უნდა ის ინგლისური არ არის, რომელიც სრულყოფილი იქნება, ეს უფრო მასობრივი კულტურის, ჰიპერკულტურის მიერ გავრცელებული კინოების და ასე შემდეგ ინფლუენსერების მიერ გავრცელებული რაღაც უცნაური თანამედროვე ენა, მაგრამ რაღაც უცნაური ინტერნეტ ენაა, რომელსაც ჩვენი თინეიჯერები კიდე თავისებურად ხარშავენ და თავისებურ მნიშვნელობებს აძლევენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ენას არ აქვს და ეს ენა იმიტომ ურჩევნიათ, რომ ეს ენა ხატოვანია. მაგალითად, ქართული სიტყვები არ იციან. მაგალითად, თვლიან, რომ შეფუცხუნებული უცნაური სიტყვა უცნაურად ჟღერს და შეიძლება თემაში დავწეროთ, მაგრამ და რა ეტყვი, რომ მაგალითად ამ გმირის აქცენტი როგორია ინგლისური შესატყვისი აქვს bold, nonchalant, ან ქართულად სრულიად უცნაური სიტყვები აქვს, მაგალითად კომპეტენტური, ბარბარე. ჩვენ ყავს ერთი კომპეტენტური ბარბარე. მაგრამ ქართულად უბრალოდ არა. რატო? იმიტომ რომ ქართულ ენაში გაქრა ეს ხატოვანება და ინგლისურში არის, თუნდაც იმ ჰიპერკულტურულ ენაში არის. და ბავშვს რა თქმა უნდა იზიდავს ეს ხატოვანება, იმიტომ რომ ყოველი ახალი თაობა კიდევ უფრო მეტ გზას ხვდება, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია და საკუთარი ემოციების გააზრება მნიშვნელოვანია. მოკლედ ისევ გადავუხვიე სათქმელს და დავუბრუნდეთ ისევ კოლიფილდს, ხო? ხო, და თრობის მიღმა სუბიექტივიზმია. სუბიექტივიზმი, ჩვენ სამყაროს სუბიექტივიზმის გარეშე არ ვუყურებთ, ემოციების გარეშე არ ვუყურებთ. იდეოლოგიის მთავარი ტყუილი ესაა, ხო, რომ ადამიანი დაიყვანო რაღაც რეალისტურ არსებამდე, რომელიც თურმე სამყაროს რეალისტურად უყურებს, რაც არის ვასიკოსთან, ხო, უფროსი და მისი თანამშრომელი ხელქვეითი მუდმივად იმას ამტკიცებენ, რომ ამ სამყაროში სუბიექტივიზმი საჭირო არ არის. ადამიანი ცხოველია, რომლის მოქმედება უნდა შეისწავლო და თავისუფალი დროც კი უნდა უკონტროლო და მეცნიერულად უნდა განსაზღვრო ყველაფერი. იმიტომ რომ მეცნიერება არის ის სათვალე, ის ფოტოაპარატი, რომელიც ყველაფერს რეალისტურად ხედავს და გამორიცხავს ყოველგვარ უცნაურობას, გადახვევას, გაურკვევლობას, წინააღმდეგობას და კონფლიქტს. ხო, ეგეთი განწყობა დღევანდელ სამყაროშიცაა, ხო, ალბათ ნებისმიერ ცივილიზაცია, რომელიც აღწევს განვითარების რაღაც დონეს, სადაც ყველა მეტნაკლებად კარგად არის, მიდის კარგავს სულიერებას, იმიტომ რომ აქცენტი გადადის ფიზიკურზე, რომ შინაგანი მერყეობა აღარ გჭირდება და ამ დროს კოლიფილდი ხდება ანტიგმირი, ხო, არამზადა. და სელინჯერს ლანძღავენ იმისთვის, რომ რატო დაწერა ესეთი ნაწარმოები. კოლიფილდი ყველა იდეალისტის სულია, ტარიელის ჩათვლით, რაც უფრო იზრდება, მით უფრო უგებს მას და არ ამგონია რომელიმე ჭკუაზე მყოფ ადამიანს თავში აზრად მოუვიდეს, რომ კოლიფილდი კაცთმოძულია ან ტერორისტი. ამისთვის ან ჩეპმენსა და კოლიფილდს შორის განსხვავება არ უნდა დაინახო, ან ვერ დაინახო, რადგან შენი ეგო უფრო დიდია ვიდრე იდეალისტისა. მაგრამ მაინც ისმის კითხვა, როგორ უნდა მართო ეს ცხოველმყოფელი იდეალისტის სული ისე, რომ ან ჭკუაზე არ შეცდე, ან არ ჩააქრო. რადგან ძალიან ძნელია მთელი ცხოვრება თანატარო, ზარდო, დახვეწო და სინათლისკენ წაიყვანო. მოკლედ, როგორც ჩემი საყვარელ ფილმში Chemical Hearts მთავარი გმირი თავის მონოლოგში ამბობს, რომ ყვაწვილობა სცენია, რადგან ქიმიური აფეთქებები ტვინში, რომლებიც მძაფრ ემოციებს იწვევენ, ისეთ ქარიშხალს ატრიალებენ, რომელთა ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საშინლად მტკივნეულია და მუდმივად ზღვარზე დადიხარ. ან იქნებ სოფელი ვერ იტევს ნათელს და ყველა ნათელის მატარებელი ბოლოს განწირულია, ვინ იცის. ჩვენ ხომ როგორც გვახარია ამბობს, აღარ გვიზიდავს ტრაგედიები და მძაფრივნებები, ამიტომ გურჩევნია კოლიფილდი ვაცვათ ახლა ჯვარს. უცნაურია საკუთარი ნაწერის ეს საკითხვა, მოერთან საინტერესო. შემდეგ რაც გავაკეთე არის ის, რომ ციტატები კოლიფილდის ციტატები ბოლოს უკვე მთელ გვერდებს ვკითხულობდი და ერთგვარ სინოფსის ვაკეთებდი და მერე ვწერდი. აქ თავიდან ცოტა არეულია, მაგრამ აქ ერთ ციტატა გვაქვს. In the first place, that stuff bores me. ამბობს ჰოლდენი, თუ მაგარი მაგარი მამა ბეზრებელი და მოსაწყენი ამბავიაო, ჩემი ბიოგრაფიის მოყოლაო და დედა ჩემს და მამა ჩემს ტვინში სისხლით ჩაექცევათ ყველაფერი დაწვრილებით რომ მოუყვეო. მე მაგრად მეცინება ამაზე, იმიტომ რომ მითხარით ოჯახი, რომ ტვინში სისხლი არ ჩაექცეს.
ჰოლდენი რომ ყავდეს ოჯახში და შეულამაზებელი ბიოგრაფია გაუშანშალოს. მითხარდობა. ჩემი ოჯახიც მასთია და სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახი წმინდათა წმინდაა, მე მაგრად მეცინება მაგ ტყუილზე, იმიტომ რომ ოჯახი ქაოსია, ერთი დიდი ქაოსი. გახსოვთ ვინმე სცენა ფელინის ამარკორდიდან დედა რომ ეჩხუბება შვილებს სადილზე, სტრიხნით ჩაგიყრით მაგ სადილში და დაგხოცავთ ყველას ვირთხებივითო. მადაც გულიანად ვიცინოდი, იმიტომ რომ ტიპიური ბებია ჩემი იყო. იგივე დედა, დიდი ოჯახის დიდი დედა, აი მარტოობის ასწელში რომ ურსულა 100 წლის კვდება და მისი ხელი და ფეხი არ ჩერდება და სასწაულებრივად შეულობს დოულაც არაფრის განაჩენს. მაგრამ არ მგონია ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებს ეს სიამოვნოთ რომ ისმენდნენ. იმათ უფრო უმაკო, მარად კეთილი, მარად მზრუნველი დედა უნდა ახსოვდეთ და არა ფელინის გმირივით მაწყევარი. ანუ უნდათ ხოლმე ახსოვდეთ ნათელი მხარე და არ უნდათ რომ დაინახონ სამყარო თავის ნათელით და ბნელით, მაგრამ სამყარო მაშინაა ყველაზე მშვენიერი, როცა ნათელსაც ხედავ და ბნელსაც, იმიტომ რომ აიღეთ მხედველობა, ხო? თოვლში, არქტიკაში ბრმავდები, იმიტომ რომ ყველაფერი თეთრია, ღამეც ბრმავდები, იმიტომ რომ ყველაფერი ბნელია. მხოლოდ მაშინ ხედავ რაღაცას, როცა კონტრასტებია, ხო? და დღის განმავლობაში ეს კონტრასტები მუდმივად იცვლება და სხვადასხვა განწყობას ქმნის. სინათლე იმიტოა შედარებული აზრთან, რომ აზრით სწორედ ესეთ სინათლეს ფენს თავის კონტრასტებით, მეტაფორებით შინაგან სამყაროს და ქმნის ლანდშაფტებს, პეიზაჟებს, მიდამოებს, გარემოებს, ზღაპრულს, რომელსაც უბრალოდ ბადალი არ აქვს, ხო? და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს იმის მიხედვით, საიდან ურტყავს სინათლე. მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ანუ მაგალითად ნინიას არ უნდა ეს საერთოდ ბებია ჩვენ დიდ ბებია ჩვენზე მე პირველი შვილიშვილი ვარ, ნინია ბოლო შვილიშვილი არ არის, მაგრამ ბოლო ორის წინა და ბებია ჩემი ახლახანს გარდაიცვალა და მისი მახსოვრება მით უფრო ტკბილია, ხო, ნინიასთვის განსაკუთრებით. მე უფრო ვეტერანი ვარ, ხო, მე უფრო ბნელსაც ვუყურებ, ნათელსაც ვუყურებ და ნინიასც ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ხანდახან რომ დავსხდებით და ვიგონებთ და მე რაღაცას ვიტყვი, ბრაზობს, ხო? მაგალითად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბებია ჩემს იუმორის გრძნობა არ ჰქონდა, უფრო ცინიკოსი იყო, ან სარკასტული. და ნინია ამ ცინიზმს და სარკასმს იუმორის გრძნობაში უთვლის და მე მეჩხუბება, რომ როგორ ამბობ ეს დრამეს, ხო? არისო ცინიკური. ხო, ანუ შერჩევითი ფიზიკაც კი არსებობს, არერთო სუბიექტური რეალობა. ჩვენი ტვინი მუდმივად ირჩევს რა დაინახოს და რა მიჩქმალოს, მაგრამ ცუც რომ ხედავ, მერე კარგით აბალანსებ და ბოლოს თლიან სურათს იღებ. იმ დღეს ფიქრობდი, რა უცნაურია, რომ ფილმებში თავგადასავლებში ზუსტად ის გვიზიდავს, რაც რეალურ ცხოვრებაში გვაფრთხობს. და ხო, მაგალითად მკვლელობა, მიდან გასვლა, ყველაფერი, გმირებიც კი გაცილებით უფრო საინტერესოა, როცა მათში ეს კონფლიქტია, მაგრამ როგორც კი რეალურ ცხოვრებას და ადამიანზე მიდგება საქმე და ადამიანს დავიჭერთ რამე სუჩი ეგრევე, ეს ცხოვრებაში იდეალები გვინდა, ხო? რატომღაც, არ გვინდა ცხოვრებას შევეჯახოთ ბოროტებას, შეგვიძლია ფილმში შევეჯახოთ, გვაინტერესებს, პირიქით ფილმი მაგის გარეშე ფილმი არ არის, ხო? მაგრამ, ერთგვარი ესკაპიზმია, ამას წინათ ერთ-ერთ სტატიაში წერდნენ, რომ ასე რომ მოზღავდა ეს აპოკალიფსური ფილმები რამ განაპირობა და იმან, რომ ადამიანს შეუძლია თბილეთი ჩდეს სავარძელში, ჭამოს თავის საყვარელი საჭმელი და თან გაფაციცებული უყურებდეს აპოკალიფს სცენას და თავად აბსოლუტურად დაცულად გრძნობდეს თავს. ალბათ იგივე გრძნობაა, როცა რაღაც ფსიქოლოგიურ დრამას უყურებ, დარწმუნებული ხარ, რომ შენ არ დაგემართება. იგივე. და მე მივხვდი, რომ სანამ რეალურ ცხოვრებაშიც მასე არ შეხედავ სიბნელეს, ნამდვილი არაფერი დაიბადება. როგორც მამარდაშვილი, ოღონდ არა მეკარე, ერთჯერ მოსწავლეს მეკარე ეგონა მამარდაშვილი, ფილოსოფოსი, ამბობს, რომ ბნელი ჩრდილია და ჩრდილი იმიტომ ჩრდება, რომ სადღაც მზე ანათებს და საგნებიდან ჩრდილი ეცემა. ესე იგი, სადაც ჩრდილია, იქ სინათლეცაა. მე ჰოლდენი თავის ძმაზე ამბობს, ჩვეულებრივი მწერალი იყო და კარგ წიგნებს წერდა, მე ჰოლივუდში გადაბარგდა და ფულის კეთება დაიწყო და გაბოზდაო. თანაც ფილმები მეჯავრებას ახსენებლადაც მეჯავრებაო. რაც გულისხმობს ახლა გაბოზდაში იმას, რატომ
იმას თუ რატომ წყდება ხოლმე მეგული, ვინმე იდეალისტს რო ვიცნობდი და მე დავინახავ ცხოვრებასთან შერიგებულს, თბილად მომჯდარს, ნიღაბ აფარებულს და სადღაა ძველებური ცეცხლი, ან ვნება, ან გაცდა, ან მწვავე შინაგანი კონფლიქტი, ან ფიქრი, სწრაფი მანქანასავით მიქრის ხორციელი მიზნებისკენ და გოგრაში ერთი აზრის არ უჭუილებს. ეგეთი ბევრია, შეხედავ 17 წლისას მთელი ოკეანი აქვს შიგნით, აი ვასიკო რო ამბობს სხვადასხვა თევზებით, შეხედავ 21 წლისას და ჰოლდენის მასავით წითელი იაგუარით დადის, სოლიდური სამსახური აქვს და აღარ ემუქრება ოკეანეში დახრჩობა, იმიტომ რომ ახლა გუბეც აღარ აქვს შიგნით. წვიმის შემდეგ თუ გაჩნდება ხოლმე და მალე დააშრება. მე პირადად ვერ ვინელებ მაგას, სულ ტკივა არ არსებობს და ეგ მომანელებინოს. უბრალოდ ტკივილს შევეგუე, იმიტომ რომ ჰოლდენი ჩემი ტოტემის ცხოველი სულია და რა თქმა უნდა, ის ხალხი არ მძულს, როგორ შეიძლება სხვისი სული ტკიოდეს და თან გძულდეს. ჩეპმენმა სადგარეკა არ ვიცი, ალბათ იქ რომ არაფერს არ სკიოდა, მიმბაძველი იყო, როგორც ჰოლდენი იტყოდა. დედა გაბახებული ბოდიში თამისთვის, მაგრამ ჰოლდენისთვის აუცილებელია. და გოგი გვახარია, მარს კი ინება საკუთარ წიგნში განსხვავება ეხსენებინა, აბა რა უნდა დაგინამოს ცრემლით სათვალე, ბატონო გოგი. ჰოლდენი მძულს, რადგან ჩემპმენი მძულსო. ვისაში არ გია ეგ განცხადება, ალბათ დედა გაბახებულ მიმბაძველებს მარტო. არ შეიმჩნიოთ ეს ჩემი ცხოველი სული ლაპარაკობს. ახლა მეტყვით იქნებ შენც მიმბაძველი ხარო, რაზეც გიპასუხებთ, რომ თამაში ჭვავის ყანაში დაახლოებით ნინის ასაკში წავიკითხე და ბუნდონად გავიგე რაღაცა. ახლა ნინის თხოვნით მეორედ მიუბრუნდი და გიჟივით ვიცინი, როცა ყოველ გვერდზე ჩემი თავი მელაპარაკება ჰოლდენის სახით. ჭეშმარიტება იმით ამოიცნობა უპირველეს ყოვლისა, რომ ადამიანები გარემოებებისგან და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიდიან მასთან, ისე თითქოს ერთი სულია მათში, როგორც გრიგოლ ხანძთელთან, ერთი სული 4 გვამში დამტკიცებული. მივედი უკვე 26 წუთამდე და სხვადასხვა მეგონა რომ რამდენი დროც მოვადომე დაწერას, იმდენ დროს არ მოვადომებდი ჩაწერას, მაგრამ აღმოჩნდა რომ კითხვა საკმაოდ აზრები იმდენად მჭიდროდა და იმდენად ბევრი ემოციური ის არის შიგნით ჩადებული ენერგია, რომ არც ადვილი დასაკითხი ყოფილა. მე მეგონა ხელნაწერი პრაქტიკულად გამომივიდა 60 გვერდამდე და მეგონა რომ 60 გვერდს სულ რაღაც 2 გაკვეთილში ლექციაში ჩავწერდი, მაგრამ არ მგონი ბევრი თამაში ამის ჭვავის ყანაში გვექნება. ასე რომ სამაგიეროდ უფრო დიდხანს გავატარებ ერთადერთი ადგილისაც ალბათ შემიძლია უსმინო საკუთარ ხმას და არ შემწხვეს ეს ლექციებია, აქ მართლა დარწმუნებული ვარ, რომ სინათლისკენ მივდივარ და არ არის შეგნით რაღაც ცუდი, ასე რომ ჩემთვის კარგია, უფრო დიდხანს ვიქნები ამ ველში. იმედია თქვენთვისაც რაღაც მომტანი იქნება. ასე რომ მალე შეხვედრამდე.